მართალია კრიტიკოსები და ზოგადად ქართული მედია ჯერ კიდევ არ გამოსულა დავით აღმაშენებლის კინემატოგრაფიული ვერსიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად მიღებული შოკიდან, რომ ამავე ვერსიაზე მომუშავე ჯგუფი მაყურებელს უკვე პირველ მზა პროდუქციას თავაზობს. კინოთეატრ ამირანში პროდიუსერმა ლევან კორინთელმა უცხოელ შემოქმედებით მოკავშირეებთან ერთად გასულ კვირას უკვე წარმოადგინა ლევან თუთფერიძის ახალი ფილმი მოგზაურობა ყარაბაღში. თუმცა მხოლოდ 2 დღით, რადგან აკა მორჩილაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ავტორებს უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვთ. ეს თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის განკუთვნილი თაროებია, თუმცა აქ წარმოდგენილი ავტორებიდან კინემატოგრაფიულად ყველაზე მეტად ამჯერად აკა მორჩილაძეს გაუმართლა. ეს კი ის რომანია, რომელიც მას ზუსტად 12 წლის წინ დაწერა და მაშინ ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ მასზე დასავლური სტანდარტების მხატვრულ ფილმს გადაიღებდნენ. სხვათა შორის რომანი მოგზაურობა ყარაბაღში დღემდე აკა მორჩილაძის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. სწორედ ამიტომაც გასულ წელს იგი რიგით მეორედ ბაკურ სულაკაურმა გამოსცა. მოკლედ ფილმი რომანზე მოგზაურობა ყარაბაღში გადაიღეს და არა აგვისტოს პასიანსზე, ან სულად ძირს სიმინდის რესპუბლიკაზე, როგორც ფილმის პროდიუსერები აცხადებენ, საბოლოო შედეგით მორჩილაძე ნამდვილად კმაყოფილია. მოკლედ თუ მასზე მოთხოვნა აქამდე თეატრალურ სივრცეში არსებობდა, ამჯერად უკვე აკა მორჩილაძეს ქართული კინემატოგრაფია ირჩევს. ლევან კორინთელი, რომელიც ჯერ კიდევ პრინციპულად სდუმს დავით აღმაშენებელთან დაკავშირებულ სიახლეებზე, სამაგიეროდ იგი უკვე ბევრს საუბრობს ლევან თუთფერიძის ახალი კინოოპუსის შესახებ, რომელთან მიმართებაშიც მას საკმაოდ სერიოზული მიზნები აქვს. სხვათა შორის კორინთელს ნამდვილად შეიძლება მოუწონოთ კომერციული აზროვნება, რადგან მან არჩევანი ლიტერატურულ წრეებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტორის სწორედ იმ ნამუშევარზე შეაჩერა, რომელიც ზუსტად იცოდა, რომ ყველას დააინტერესებდა, განსაკუთრებით კი კავკასიური თემატიკით, ნარკოტიკებითა და ეთნოკონფლიქტით. სხვათა შორის ყარაბაღამდე კორინთელს ჯერ თემურ ბაბულუანთან ჰქონდა ჩაფიქრებული თანამშრომლობა, თანაც არც მეტი, არც ნაკლები ლაშა თაბუკაშვილის ცნობილი პიესის, მერერა რომ სველია სამანის კინემატოგრაფიულ ვერსიაზე. თუმცა ბაბულუანის საფრანგეთში გამგზავრების გამო მისი გეგმები სერიოზულად შეიცვალა. საბოლოოდ კი მან არჩევანი მორჩილაძის მოგზაურობა ყარაბაღზე შეაჩერა. ამის გამო მან ისიც კი მოახერხა, რომ ლევან თუთფერიძეს, რომელსაც მორჩილაძის აგვისტოს პასიანსის გადაღება ჰქონდა ჩაფიქრებული, გადაწყვეტილება შეაცვლევინა. მთელი მსოფლიოს ყურადღება კავკასიის მიმართ უფრო დიდია, ვიდრე ცალკეული საქართველოს მიმართ. ხო, ეგრე არ არის, რა ვიცი, მე ესე მგონია. და რაღაცა გათვლებით, ჩემი ძალიან არა დიდი გამოცდილებით და ვთქვათ, რაღაცეებით, მე რატოღაც გადავწყვიტე, რომ აგვისტოს პასიანსზე უკეთესი იქნებოდა უცხოელი მაყურებლისთვის მთლიანად კავკასია გვენახა, ამდენად მოიცავს ჯერ ეგრეთე აზერბაიჯანელებს, სომხებს, რუსებს და ქართველებს რა. უფრო აქტუალური იყო აი ამ მომენტში ეს თემა რა. და ამიტომ უფრო საინტერესო იყო ჩემთვის იმ მომენტში, როდესაც მე წავიკითხე და ხვალ შეიძლება უფრო საინტერესო იყოს ვთქვათ პასიანსი ან სხვა რამ. ყარაბაღის თემა არ არის ამ ფილმში, ეს არის ფონი ყარაბაღის, თორე ამბავი სხვა რამეზეა, ამბავი არის 90-იან ასე ვთქვათ თაობაზე, ამ ბიჭებზე. ფილმის გადაღება, როგორც ბოლო დროს ქართულ კინემატოგრაფს ჩვევია დიდხანს არ გაგრძელებულა. ამავე პროექტისთვის კორინთელმა მოკავშირეები პრაღაში მოიძია, რომლებმაც ფილმისთვის ტექნიკური აღჭურვა უზრუნველყვეს. სხვათა შორის ფილმზე ჰოლივუდის ერთ-ერთმა ფავორიტმა ოპერატორმა გორან პავიჩევიჩმა იმუშავა. თვითონ ფილმის გადაღება დავამთავრეთ 59 დღეში. რაც იყო თავიდანვე გათვალისწინებული. მაგრამ მე ფინანსების უკოლობის გამო ცოტა ხანი შეგვიჩერდა მუშაობა იმის გამო, რომ ფული აღარ მქონდა და გავაჩერეთ ცოტა ხანი და მე როგორც კი შემოვიდა მეორე ეტაპი თანხისად, დავიწყეთ ეგრევე ფილმის გაგრძელება. მე ვიმუშავებ ფაქტიურად ევროპულ დონეზე რა. ანუ იმ სტანდარტებში როგორც სტანდარტებშიც იღებენ ევროპულ ფილმებს ევროპაში. რაც შეეხება ფილმში დაკავებულ მსახიობებს, როგორც ჩანს კასტინგის შედეგად ყარაბაღის გადაღებებისთვის ის სახეები შეირჩნენ, რომლებსაც არამხოლოდ ქართველი, არამედ დასავლელი მაყურებელიც კარგად იცნობს. მათ შორისაა ნუცა კუხიანიძე, რომ არაფერი ვთქვათ რეჟისორ რობერტ სტურუაზე, რომელიც როგორც ირკვევა ავტორებმა გადაღებაზე სულ რაღაც 2 დღეში ძალიან ადვილად დაითანხმეს. როცა მოხდა ბატონ რობერტთან დაკავშირება, მან თქვა, რომ სცენარი გამოგზავნელი. როცა გავუგზავნე სცენარი, 2 დღეში დაგვირეკა და გითხრა, რომ მე თანახმოვარ რომ ვითამაშო ეს როლი. კაცები მართლა პიდარასტებიანი ან ყველა? კაცი ორლატექს ჩაი, თუ პიდარასტი აბა რა. 12 საათიანი გრაფიკი გქონდა ჯერ მარტო გადაღების და არა მარტო თბილისში იყო გადაღებები, წალკაშიც იყო. რა ვიცი, წალკაში მე მგონი ერთი თვე არის წელიწადში, როდესაც ისეთი 20 გრადუსია ალბათ რა მარტო, რა დანარჩენი პერიოდი სუცივა და ესეთ პერიოდში მოგვიწია სიცივეში გადაღება და რა ვიცი, ცოტა კი გავწვალდი. სცენარი წავიკითხე პირველად და მე ფილმი რო გადავიღეთ, მაგის შემდეგ წავიკითხე ეს ნაწარმოები. მოვთქვა რომ ეხა
უცხო პიროვნებაა, ჩემთვის მეთქი თავარი გმირი მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ეხლა რო ვთქვა რომ ეგეთი ვარ მეთქი შეიძლება ხოლმე წამეყვანა და დამიჭირონ მე მგონი. ისეთი ტიპაჟი მაქვს, მაგრამ რა ვიცი. ამავე მსახიობების სიაში იკითხებიან უცნობი გოგი ხარაბაძე და გიორგი გურგულია. მოკლედ კავკასიური სამკუთხედი ფილმში ზემოხსენებული მსახიობების მეშვეობით იკვრება. ამით კმაყოფილნი არიან არა მხოლოდ ქართველი, არამედ პრაღელი პროდიუსერებიც, რომლებსაც ქართულ კინემატოგრაფთან დაკავშირებით უკვე აქვთ სერიოზული გეგმები. პრაღის მხარემ ყველაფერი გააკეთა, რაც ფილმისთვის იყო აუცილებელი. გადაღებების დაწყებისთანავე საქართველოში ხმის რეჟისორი გამოგზავნეთ, იმისთვის რომ საბოლოოდ ხმისის ხარისხი მიგვეღო, რომელიც დასავლურ სტანდარტებს შეესაბამება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველებთან ერთად ვთანამშრომლობთ. სხვადასხვა, როდესაც თავიდან გადაღებული მასალის ნაწილი ვნახეთ პრაღაში, უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს შესანიშნავი ფილმი იქნებოდა. სხვადასხვა, ქართულის მსგავსად სერიოზული კრიზისი ახლა ჩეხეთის კინემატოგრაფშიც აშკარაა. ამიტომაც ვფიქრობ, ახლა სწორედ ის დროა, რომ ქართულმა და ჩეხურმა მხარეებმა ვითანამშრომლოთ და ერთად გავაკეთოთ კინო. სურს რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრადაც იქცეს. სწორედ ამას ისახავს მიზნად ჩვენი თანამშრომლობა, რადგან საქართველოში ყველაფერია, რაც ფილმის გადაღებისთვისაა აუცილებელი. უბრალოდ ამ ყველაფერს ტექნიკური ბაზით აღჭურვა ესაჭიროება, რასაც ჩვენი მხარე მოაგვარებს. ჩემთვის ცოტა მოულოდნელი და ამასთან ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ქართველებთან მუშაობა. მით უმეტეს ისეთ ფილმზე, როგორც მოგზაურობა ყარაბაღშია. როდესაც ამ ფილმის სცენარს გავეცანი, მივხვდი, რომ საბოლოოდ საინტერესო კინოვერსიას მივიღებდით. სხვათა შორის ამავე ფილმის მეშვეობით კავკასიელი ხალხის ხასიათსაც გავეცანი. ქართული კინოს როგორც მხატვრის, ისე დოკუმენტურის შესახებ ბევრი მსმენია. ბევრი ვიცი ქართველი რეჟისორების შესახებაც. ამიერიდან ვაპირებთ თქვენთან ვითანამშრომლოთ და შექმნილი კინოპროდუქცია დასავლურ ბაზარზე გავიტანოთ. ფიქრობთ, ამას წარმატებით შევძლებთ. მართალია პროდიუსერები საფესტივალო თემის შესახებ საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ მოგზაურობა ყარაბაღში შესაძლოა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამოჩნდეს. ყოველი შემთხვევისთვის ტექნიკური თვალსაზრისით კანში მას ნაკლს ნამდვილად ვერ მოუძებნიან. არ არის გამორიცხული მორჩილაძის რომანის ეკრანიზაცია სხვა ევროპულ ფესტივალებზეც წარადგინონ. კანის ფესტივალზე ჩვენ ჯერ განაცხადეს კი არ გაგვიკეთებია. თუ ფიქრობთ, გავაკეთებთ თუ არ გავაკეთებთ. თუ გავაკეთებთ, მაშინ უნდა იყოს სუბტიტრები უნდა იყოს ფრანგული, ან ინგლისური მაინც გაკეთებული. ჯერ გაკეთებული არა გვაქვს ეგ. ვცდილობთ, რომ არ ვიცი, ხა მედალევანი მოვილაპარაკებთ მაგაზე, გავაკეთოთ განაცხადი თუ არ გავაკეთოთ. როგორც გაირკვა ფილმის პროდიუსერ ლევან კორინთელს, ჩეხი მოკავშირეების მოძიება სერიოზულად შეუქეს. მეტიც ურჩიეს, რომ მათი ძალები დავით აღმაშენებლის გადაღებებზეც გამოიყენოს. ამ დახმარებისთვის კი ჩეხები ნამდვილად მზად არიან, რადგან საქართველოში მათ კინოს განვითარებისთვის არც თუ ურიგო ლანდშაფტი აღმოაჩინეს. რაც შეეხება დავით აღმაშენებლის გადაღებებს, კორინთელი არც იმას მალავს, რომ რეჟისორ ნილ ჯორდანთან მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს. სხვათა შორის ჯორდანზე გაკეთებული არჩევანი შესაძლოა მართლაც წარმატებული აღმოჩნდეს. ცნობისთვის ფილმში მოგზაურობა ყარაბაღში ნუცა კუხიანიძე მონაწილეობს. ნუცას კი ჯორდანი ძალიან კარგად იცნობს, რადგან მის ფილმში კეთილი ქურდები ქართველი მსახიობი ნიკ ნოლტს უწევდა პარტნიორობას. მოკლედ ჯორდანის თანხმობისთვის კორინთელს ერთი მთავარი მიზეზი უკვე აქვს. ყველაზე მეტი ინფორმაცია ნილსაა გაგზავნილი და მე ვფიქრობ, რომ თუ ნილი დაგვთანხმდა ყველაზე კარგი სინთეზი იქნება იმსეთი ფილმის გაკეთებისა, როგორც არის თვითონ კომერციული ფილმიც და თვითონ როგორც ქართული რეჟისორები მოითხოვენ, რომ ჩვენი ინტელექტი ძალიან მაღალი არის და ჩვენ ფილმებს სხვანაირად ვაკეთებთ, ზუსტად ეს ადამიანი გააკეთებს აი შერწყმას, მე ესე ვფიქრობ. თვითონ პროფესორია, მწერალია თვითონ ეს ადამიანი და სცენარისტი.